ეუბნება რომ ეფხის ყავსანი სომხების არის. ლიანდაგზე. ბიჭო, რა უნდა ეწევოს? მუშა კოსტუმი ანუ იგივე რა. ხაზო არის ძალიან ხოძზე და არ გონია რობოტმა რამე დაუშვა. გამარჯობა. რაც მაგიდასთან დავიწყეთ კონტენტის გადაღება, ეს თამაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად უნდა მოვიწვიეთ ბასტო, ქორო და მავანი და მე და გექსონა მათ ვეთამაშებით ტრამვაის სასამართლოს. ტრამვაის სასამართლოს 3-დან 13 მოთამაშემდე თამაშობს. ყოველ რაუნდში ერთ-ერთი მოთამაშე არის კონდუქტორი, ხოლო დანარჩენები ორ გუნდად იყოფიან. გუნდები ინაწილებენ ლიანდაგის ორ მხარეს და მათი მიზანია კონდუქტორის დარწმუნება იმაში, რომ მატარებელმა მოწინააღმდეგის ლიანდაგზე გაიაროს. რაუნდის დასაწყისში ორივე გუნდი თავის ლიანდაგზე დებს შემთხვევით შერჩეულ ბარათს, კეთილი ბარათების დასტიდან. შემდეგ ორივე გუნდი იღებს 3-3 ბარათს სამივე დასტიდან და თამაშიც იწყება. რაუნდი 3 ფაზად იყოფა. პირველ ფაზაში ორივე გუნდი ჩამოდის თითო კეთილ ბარათს და დებს თავის ლიანდაგზე. შემდეგ ორივე გუნდი ჩამოდის თითო ბოროტ ბარათს და ათავსებს მოწინააღმდეგის ლიანდაგზე. და ბოლოს ორივე გუნდი ჩამოდის თითო მოდიფიკაციის ბარათს და ათავსებს სურვილის მიხედვით ან თავის ან მოწინააღმდეგის ლიანდაგზე. პარალელურად მოთამაშეები ძალიან ცდილობენ დაარწმუნონ კონდუქტორი, რომ მოწინააღმდეგის ლიანდაგზე გაიაროს მატარებელმა. ბოლოს კი კონდუქტორი აკეთებს მძიმე არჩევანს და დამარცხებული გუნდის წევრები იწერენ ერთ სიკვდილის ქულას. თამაშის ბოლოს ის მოთამაშე, რომელსაც ყველაზე ნაკლები სიკვდილის ტოკენი იქნება დაგროვებული, იგებს თამაშს. აბა მეგობრო დავიწყეთ, როგორ ახარ? გამარჯობა ვახტანგ, შენ როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მე გუშინ რონალდინიოს თამაშს შევესწორი და ფრიად ბედნიერი ვარ. ნაკე ჩვენი ბასტო იქნება კონდუქტორი, თქვენ ხართ თიმი. ეხლა ერთ რენდომ ბარათს აიღებთ აქედან და წაიკითხე და დადე შენს ლიანდაგზე რა. ბიჭო, შენი ხელები გაწიე და მე თვითონ კარგი. ავიღებ. ბასტო, დიახ. ჩვენს ლიანდაგზე. დიახ. ჩვენს ლიანდაგზე ცხედან ბებოები, რომლებიც ბავშვებისთვის ქსოვენ წინდებს. ბებოები ანუ უკვე ბოლოში არიან. საყვარელი ბებოები. ხო. და ბოლოში არიან. არ გადაული, იმედი მაქვს ხალხ ხალხს. აი, ჩემი ასეთ ლიანდაგზე რო ქსოვ, კაროჩი უნდა გადაგიარო. დაისვენ, დაიღალე. კარგი, მართალი ხარ, მაგაში დაგეთანხმები. შენ ისტორია თუ გიყვარს საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორია ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ისტორიაა ქვეყნებიდან. ვინ გახსენდება ისეთი მეფე, ვინც აღორძინა. ბაგრატ მესამე. ბაგრატ მესამის გარდა თუ არის ისეთი, ვინც ვისაც ოქროს ხანაში თამარ მეფე. დავით აღმაშენებელი. ეგეთი ვინმე. ვახტანგ გორგასალი. მე მიჭირავს ახალგაზრდა დავით აღმაშენებელი, რომელიც რომ არ ყოფილიყო, ამდენი მაგარი გამარჯვება არ გვექნებოდა. მე უკვე პასუხი მაქვს, ადრე არ არის. ბევრი რაღაც არ გვექნებოდა გასახსენებელი ბოდიში ბებოებთან, მაგრამ თავი უნდა გაწირო. შენ ყველაფერი წინ არის. ეგ აღმაშენებელია ხო წერია თუ დავითი წერია? მოდი ახლა ახალგაზრდა დავით აღმაშენებელი. შენ არინი. სამი აიღე აქედან და შეარჩიე ნებისმიერი ერთი. გეტყვი რა, როდამე. ახალგაზრდა დავით აღმაშენებელი. მახარა რო დადო. ხო გადაულით უფრო. არ მეკეთი უნდა დაუდო რა. ვახჩი, ეს პიზდეცი. ბიჭო მოვიგეთ. ჩვენ ამ სამს აღარს ვნახავ რა. იმენ აღარ ვნახავ. პუტინი არის? არა. უარეს. კაი, მოდი ჩვენ დავდოთ. შაჰაბასი? აქეთ ჩვენ მხარეს. კრო. კაი, ბებოები პატარები არის. ასაკში ხან არიან რაღაც. ბებოებს კაროჩე ხასიათის პონჩი ხო? ხო, რა თქმა უნდა. უნდა დაარწმუნო. უნდა აკოცო. ხო, მე დავდებ კიდე, ხო? აქეთ არის 10 წლის ბავშვი, რომელმაც ახლახან სიმსივნე დაამარცხა. ნახე. წარმოგიდგენ, ახლა დაამარცხა ბავშვს სიმსივნე. და ეხლა ვაჟა უნდა დაამარცხო? მე რო ახალგაზრდა. და მარტივი ძალიან. აი ჯერ არა. და ეგ შენ მე დედა. ამის მე დადეკო. აჩვე ვაჟა, ჩვენთან არის ესეთი რაღაც ნარკოტიკი, რომელიც არაფერს არ აზიანებს და ყველას კარგ ხასიათზე ამყოფებს. დიახ. მე მგონი ძალიან მაგარი რაღაცა. ბავშვი და მოკლა მაგის გამო? ამის გარეშე, ანუ ეს რო გექნება, რომელიც ნარკოტიკი, რომელიც ყველას კარგ ხასიათზე ამყოფებს, შენი აზრით რამდენი პრობლემა მოგვარდება ამით? დადეება. შეგიძლია დადო? ჩემს ერთი გახდება. აქტევს ნარკოტიკი? კი. ნახე, ნარკოტიკმა ნუ გადაგძალა. შეხედე კარგ ხასიათზე ამყოფებს. შეხედე და არაფერს არ აზიანებს. შეიძლება რაღაცა ვთქვა? არა. მადარა იყო ეგეთი ნარუტოში პერსონაჟი, რომელსაც უნდოდა რომ თელი სამყარო ხო ეგრე იყო სიზმარში ემყოფებინა რაღაცა გენჯუცუში ემყოფებინა ჰიპნოში და ყველა ბედნიერი და ყველა სწორად ყოფილა. ხო და ამიტომ მე
არა ხო და არ არის კარგი. ადამიანი რო ამბობ რომ ეკითხებენ ხოლმე რატო არსებობს ბოროტება, რატო რო არ არსებობდეს, ანუ ადამიანები ვარ. თუ შენ შავი და თეთრი შორის არჩევნის უფლება არ გაქვს და მარტო თეთრია, თავისუფლება მანდ არ არის. თავისუფლება არის არჩევნა. როცა გეთახმებოდა გეთახმები. არჩევანში. ამიტომ ნარკოტიკი, რომელიც არაფერს აზიანებს და ყველას კარგ ხასიათზე ამყოფებს, არის ნონსენსი. ნუ ყველა აკარგებს ადამიანობას ადამიანს. ორივეს გადაუვლით. ერთი წამით ვიგებთ, მაგრამ კვარა, აბა აქეთ დადაჩვენდიან და რას იგებთ? ერთი არის ახლა ობიექტურად რა. ხავდება აქ. ხო, რო ცუდია რაღაც. ხო ნარკოტიკს გადამოვლები მაინც. ავი ასეთ ამაზე ცუდი რა. ალ-ქაიდას ტერორისტი. ალ-ქაიდას ტერორისტი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ შესაძლებლობები არ ქონდეს ალ-ქაიდას ტერორისტს. ანუ შეიძლება ალ-ქაიდას ტერორისტი ვარ და ტუალეტში ვარ. აქ ის არა და ეს. შეცდომითად ეს ხო? სწორედ. არა, იქეთ. არა, ჩვენ გქულთად. კაი ხა ნახე. მეგობრებო, მე მგონი ჩვენ მოვიგეთ თამაში. დავიშალოთ, მაგრამ მაინც აიკითხე. რობოტი მომავლიდან. რომელსაც დაავალეს შენი მშობლების მოკლა სანამ გაჩნდებოდი. გამძიმებარეთ. წარსულში. გამძიმებარეთ. შენ გუდები. რა შევმდები. არა, დაავალეს და რამდენად შეასრულა. ხო, აი ხა გეტყვით. ახლა ინტერპრეტაციის საგანი. ეხლა რაღაცას გეტყვით რა. ნახე რა ჯანზე მოვიდა. რობოტი მომავლიდან რომელსაც დაავალეს შენი მშობლების მოკლა სანამ არა, ეხა უყურე. ეხა აქ როგორი ამბავი ვიცი რომ მე ვერ შევეწინააღმდე არ ვარ ჯერ დაბადება. არა, ფიქრობ უკვე. სამი აიღე და ნებისმიერ ბარად შეგიძლია დაადო და შეუცვალო რაღაც შინაარსი. სამი აიღე და შეარჩეთ ერთად. აი ჩემი აზრით ბასტოს უნდა შევსუბუქოთ ახლა მესამე ბარად. ეს დამატებით იყო. ანუ ზემოდან One უნდა more დავადოთ. time-ია. აქედან რომელიმეს. ეს არა. რა შეუმსუბუქ. გადაწია საყვარელი. ვაჟა, ნახე, აქეთ არის 10 წლის ბავშვი, რომელმაც ეხლახან დაამარცხა სიმსივნე, რომელიც 98 წლისაა. ანუ იტყობა. გასაგებია. აუ აფიორეში კარგი. გაიქცა ბავშვი. კარგი. ეს აქეთ ხო ახალგაზრდა დავით აღმაშენებელია. ხო. ხო რა. სამაგიეროდ მაგ დავით აღმაშენებელს. თუ მოკლავ, რა. გადარჩება 13 ბავშვი, რომელიც სარდაფში გამოკეტილი ყავს. დავით აღმაშენებელს ხო გამოკეტილი. ყავდა. ეს უკვე მტკნარი ყვილია, ვიცი. ნემატიარი არის რაღაც ფაქტორი მეგობრებო. თუ არის მოიტაბალეთ. ისედაც, მაშინ ისედაც მაგრამ მოაღწია. ასტო ეხლა გადაწყვეტო, მე მგონია რომ გასაგებიც არის ყველა აქეთ. სისულელეა. ვაჟა, ნახე რა, მშობლები, ეს ბიჭო. ბავშვია. მე ვიცი, ანუ ყურე, აქ ბებოები. მარტივად გადავებული ბებოებზე. აი, ამას არ გადაული 98 წლის აფერის თვალ, რომელიც 10 წელს აქ მე აქ ჩემი ისდებს. ბიჭო, ნახე, ჩემნე ვარ აქ. ნახე. ვაჟა, თაზო არის ძალიან ხორზე და არ მგონია რობოტმა რა დაუშვა. ბიჭო, სანამ დავიბადებოდი თაზე როგორ ხორზე იყო, მე ვიცი. ეკამეთ უმეტეს. აუცილებლად ნახე, დაწერია, რომელსაც დაავალეს. დავალება არ სრულდება 95%-იან ქვეყანაში. სტატისტიკა ეგეთია, სტარტაპები ვითარ. არა ბავშვი როგორ ის მე არის ბავშვი 90. ხო და როგორ გაფაქტა სადიპოა. ნარკოტიკის ეგ არის, მოვიგეთ. GUIX. მადლობა არომას, ჩვენს სპონსორებს აჩუქებს ჩვენს მეგობრებს ავტოპარფიუმებს და შეგიძლიათ არომას საიტზე შეხვიდეთ, mastermind promo კოდით გასარგებლოთ და ფასეღებები მიიღოთ. და მადლობა პოდკასტ არის, სადაც ვწერთ ამ ყველაფერს. მას ვაიღე ნენდობარათი წაიკითხა დადე. ჩვენ გვაქვს უკანასკნელი ფუტკრების სკა. ანუ ფუტკრების სკა არის, აი შენ ზოგადად აი ყურე ჯიშ, ანუ ყურე ფუტკრები ის კი არა რომ ერთი ბებოური ცხარი რაღაც, ანუ ამას თუ გადაულის თაფლი და ფუტკარი, საერთოდ თაფლი რამდენ რაღაცა შორის თაფლი და ფუტკარი რო აღარ იყოს ბევრი რაღაც. ზედა სამყაროს კაროჩი დაენძრება. აგ უკვე დედამიწის ახსასულს ამბობს. ხო. ნამთავრე? დედამიწა. ბიჭო, შენ გიყვარს ზოგადად აი რაღაცა წინასწარ რო ვიცი? არა. აი ფინალზე მოიგებს თუ იცოდე. ხო, არა. არა, ხო, აი ძალიან საშინელებაა და მით უმეტეს აი ძალიან ნეგატიური რაღაცა თუ იცი წინასწარ, მით უმეტეს საზღვრობაა, იმიტომ რომ აი ცხოვრებას ფაქტობრივად ვეღარ აგრძელებ. თან იცი რომ ვერ შეეწინააღმდეგები იმ რაღაცას რა. დადე. ჩვენთან. წაიკითხე. დროში მოგზაური, რომელსაც უნდა შენი გაფრთხილება მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. რატო ხი?
ნახე ორმა გითამაშ თამაშობ ხო? ამას თუ გადაუარე. შეიძლება რუსეთი გვარტყავს და ან ფუტკარი თუ ადამიანი ხო თუ ადამიანზე არა ეს თუ არა შეიძლება ესეც საშუალება გველის რო შენ წინასწარ ვიცოდეთ კაროჩე რუსეთი კომენტა ეცემად და კვარა კომენტა ეცემად და იცი და რაც შემიყრე კომენტას დაიჭე ბიჭო არა ნახე ძალიან ადამიანთანხმე წერა არ არის ცუდი და გავიგე კვარა მოდი და კაროჩე იმას აკურის ბომის სოლო შენ არ გჯერა კვარა სი თუ არ გჯერა მაშინ იცი შეიძლება ეს კვარასთან არ მიდის ვაფშე ნუ ეს უფრო ისეთი პუნქტი კაი მაშინ უფრო მაგარ დავდოთ კვარა შვილი არ ყავს რა ეს ანს აქ არის ყველა შენი მომავალი შვილი აუ ამოწორა ამოწორა გაგვიქნეს არაფერი ვაფშე შესავალი სარჩინია ვაჟა დადე მალე რომ დაგიდო აქ დევს სკინის კაცის მუშა კოსტუმით შეგიძლია ყველა მომავალი გადაარჩინო რა ეს საწერია მუშა კოსტუმი აქ წერია რკინის კაცის მუშა კოსტუმი ო და რა საერთოდ გადაარჩება რა გადაარჩია ბიჭო რა უნდა ეწეროს მუშა კოსტუმი ანუ იგივე რა მუშა კოსტუმი რა თუ უნდა მაგას აკეთე გათი გახდები ხო რა იდეაში მუშა კოსტუმი არის რატო დამიდე მუშა კოსტუმი ბიჭო მუშა კოსტუმი სული სიტყვა კი არა ანუ მუშა ნამდვილი კოსტუმი გავიგე ხო გასაგები როგორ უნდა მეხვიდა ეხლა ამას მიბათილებდნენ რა მუშა კოსტუმი არა ეს ახლა გაფრთხილებულია ასევე რომ ჰაკერი ხავთ რომელიც ყველაფერს ჰაკავს და მუშა კოსტუმს დაჰაკავს და საშინელებები მოხდება ჰაკერი რომელიც შენს ყველა ანგარის დაჰაკავს და წარმოიდგინე როგორი ჰაკერია რომ მუშა კოსტუმსაც დაჰაკავს და ფუტკრებს თავის იმას გადაიყვანს და დინგიდან რასაც გამოუშვებს შეიძლება მოიწამლო ბიჭო მაგით გასტადებენ ამა გადაუარე მოდი, აბა. გადაო მუშა კოსტუმიო და ბიჭმა რეები რეები კადრა სერიული მკვლელი რომელიც შენი სახლისკენ შესაძლოა მორბის იმიტომ რომ შანსი გროა არა დააკვირდი რა საცხოვრობ შენ დიდი ღომში ხო საიდან მორბის იცი ავსტრალიიდან და მარტო ფეხით შეუძლია ირბინოს წარმოიდგინე აი მორბის არნიშნავს რომ აწერია რა ავსტრალია მორბის ნახე ყველა ადამიანის სხვადასხვანაირად დარბის შეიძლება საშუალად მორბის ძალიან სპორტული სიარულით მორბის არ აქვს მნიშვნელობა სერიული მკვლელი ეს ადამიანი ხო მაგრამ ვერ მოვა ოდესღაც ხვდები მოვა. შენ ავსტრალიიდან აქ შენ ბიჭო, ახლა- ვიცი რომ არ გეშინია აი მომისმეს სერიალი მკვლელი ზოგადად არ დარბის მოდი ახლა ჩვენ დავდებ ჩვენ ჩვენ იმას ნახე სერიული მკვლელი რომელიც მორბის შენ სახლისგან და თუ გადაარჩენ ამ სერიულ მკვლელს შენთვის ყველაფერს გააკეთე შენ ყველაფერს გაკეთებს აი მაგალითად ტრაქზე გაკოცეს არა პუტის მოყლავს ხო ნახე მაგრამ ყველაფერში შედის აგერ. ყველაფერი და არა მუშა კოსტუმი რაღაცა მუშა კოსტუმი ინდეს გააკეთებს სერიული ვერაფერს ვერ გააკეთებს ნახე ყველაფერს გააკეთებს გამოუშვებს მუშა აფრინდება კოსტუმს ესე დაიჭერს აი ესე მოკიდებს მომისმინე დებილო მომისმინე ეს დაფრინავს დანიშნულობა პასტო ამ ორში თუ იძახ კი მაგრამ ბავშვები არიან და ბავშვები და ეს უკვე ძალიან გაიგო ხო და თან ეს უყურეს ჰაკერი რომელსაც ყავს და ჰაკაშეული ყველა ქართლს გადაუხდის ვალს ეგ მოხდა ერთხელ და დაიმსახურებს ყველა ქართველი ყველა აბსოლუტურად ყველას ეს მოხდა და აგამართლა ერთხელ მოხდა ხო ის ოკეი არა მნიშვნელობა არა ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდე აიღეს ხო თავი სერიული კიდე გადამიხდის მე არა მომისმინე სერიული კოსტუმი გადაარჩენო რომელსაც უკვე 20 ადამიანი ყავს მოკლული არა ვინ საწერია რო 20 თავს მოიგავს რო უთხრა კარიერა ეხლა იწყებს კარიერას სირბილით მაგიტომ ბიჭო ხო არ გადაო კაი მოდი იგი მომეცდა მე პასუხი მიდი აბა კაი ხმა რა მოიღო მე რო ვირაპარაკე ორი ხმა სამიღებ ეგრევე იქით გადაიღო ხო ორი კაცი ყავს მინიმუმ მოკლედ თუ სერიული მკვლელი ხო ერთი კაცი ყავს სერიული არ ხო მინიმუმ ორი ადამიანი ყავს მოკლული ტიპს და ნახე ჯერ ვიღაცა არის ეს რო შენთვის ყველაფერს გააკეთებს და ჯანდაბადია აი ამას აირონმენი როა შენი აირონმენი რო ხარ აი ყველაფერი დაფრენა შეგილია რაღაც ერთი დამუქრებთ ის კედანი რომ შენ ამას გააკეთება მოგიწევს როცა აირონმენი ვარ ვიტყვი და ძალიან ბევრ ქვეყანას ანუ საქართველოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ძალიან ზემოთ ამოწევ აი ისე ზემოთ ამოწევ რომ ულტრა ძლიერი ქვეყანა იქნება უვალოდ აი ძალიან ძლიერი თან ბევრი პული შემოვა ეს გატეხავს რაღაც ამერიკას რაღაცას და მოტრებსაც თავსაც გადაარჩენს გადამიბია ჰაკერი რომელიც მალე შენს ანგარიშს დაჰაკავსო და აპირებს რომ ყველა ქართველს ვალი გადაუხადოს ანუ შენ ანგარიშს დაჰაკავს და შეეცდება რომ შენი დაჰაკული ანგარიშიდან გადაუხადოს ყველა ქართველს შენი მას მოეხება და შენ ხო დებილობაა მე არაფერი არ ხჩება რა მაქედან ამ სერიულ კვლელს კიდე შეხედე ბიჭო გასაყვარელია კაციშვილი არ ყავს მოკლული და ეხლა იწყებს თავის კარიერას და თან რა კარგად იწყებს ბიჭო სერიული მკვლელი არასწორად აქვს გაგებული და გონია რომ აი თუ გადაარჩენ ამ სერიულ მკვლელს აქეთ მოსდევენ უკან ნახე იქით ვიღაცა როა ხო თუ გადაარჩენ შეთვის ყველაფერს გააკეთებს ანუ მკვლელი ხარ ეს ახარ მომავალი შვილი ეს ახარ ეს მომისმინე
ადამიანი თუ ადამიანები იმისთვის ვარ სერიული გადაწყვეტილებები მივიღო. უნდა რომ მოაქცე კარგად. ყველა შენ მომავალი შვილებს იცი? ანუ შენ შვილები არის დაიბადებიან უბრალოდ. და კლავ ამ შენ მომავალ შვილებს. ხომ შვილები არ ეყოლა, ვის უნდა საქართველოს და ქვეყანას შვილები თუ არ ეყოლა. შვილები შენ არავის მოკლა. შვილი უნდა მე ადამიანი. ვიცი რომ ანუ კი ძალიან დიდი კატასტროფა შევა. ერთ-ერთი აუხსნათ მეგობრებო. თამაშის რეალური არ არის რეალური არ შოთა რუსთაველი რადაში მომავალი შვილები არ არის და ინახავს ადამიანი მომავლიდან ეგრე არ არის საბოლოო ჯამში არა რა თქმა უნდა მომავლიდან ჩამოსული რეალური აირონმენის კოსტუმი ბიჭო ან ყველა ან მარტო შენ არ არის ეგ ყველა პროსტა ეკოლოგიას ხო ხო და შემო გამოვასწოროთ გასწ შეიძლება კი არა ჩაულებრივად გამოსულა. კი, მოფიქრებულია. ეხლა მომის მოდი გადავწყვეტ ესე კითხვა ან ყველა ან მარტო შენი შვილები ახლა ძალიან მაგარი ისაკა ეს სხვა კითხვა აი გახდება შეხედე ეგ არ ხდება მანდ ეს იყო დიდებული ბრძოლა შენი. შეუძლია ანუ დააჯერა. ბასტო აქ ეგ არ არა, მაგრა იბრძოლა. ეგ არ შევანი არ არის დაუფასე. არა, მაგრა იბრძოლა. მართლა დაუფასე გიჟივით. შენ ბოლოს სიტყვას ვიტყვი და შენ რობერტო ბოლოს სიტყვას ვიტყვი და რაც მინდა მიიღე გაწოლა მედიც არ მაგარი. და მოიყურები ეჭვის თვალს მომიყურებ აგიყურებ ეჭვის თვალს. ეს როცა კითხვა არის ესეთი კაცობრიობა თუ შვილი კაცობრიობის ნაწილია და მან კაცობრიობის ნაწილი შვილებიც შემოხედეთ ნომერი 86. ადამიანი კაცი და რაღაც ძალაუფლება იმისთვის გეძლება რაღაცა რთული გადაწყვეტილება მიიღო მეგობრებო ბასტოს ეთახმებით კომენტარებში დაწერეთ თხოთ მე მგონია რომ ძალიან ცოტა გეთახმებით არა, არა. ამ კაცობრიობა არ დგას აქ მაგრამ ზოგადად კი არა, მაგარი ხარ, მაგარი ხარ. ბასტო მაგარია. არა, ოძრავ დაგაფიქრე მაინც კეთილ. გააფოლოვა. თითო სიკვდილი ეს მეგობრებო თამაშია ეხლა არ ნარკვდება აი, ავიღოთ ბასტო ჩვენი. ეხლა უნდა ამას უნდა გადავუარო. კი. всё, გადავუარო. თორო ჩვენ მხარეს არის მტკიცებულებებით სავსე кейსი რომელსაც სასტიკ სერიულ კლასს დაიჭერენ ანუ ბევრი რაღაც დააშავა ამ ადამიანს ყარა ჩემკენ არის გეტყვი რა ჩემკენ არის ძალაუფლება რომელიც მტკიცებულება არ დაგჭირდება ისე შეგეძლება 100,000-მდე და 200,000-მდე შეიძლება მილიონ ადამიანების ცხოვრების შეცვლა ეს არის ობობა რომელსაც ნაკლებს ადამიანობად გადაგწევს და ქსელებით უცებ წახვალ წამოხო ხოლმე არ დაგეზარება აუ არ მევასებო მე. ეს შენ კი არ გაგწევს შენ კი არ გაგწევს ვისაც უკმეს იმას აქცევს და მე ვარ გამკეთებელი მე მინდა რომ შენი იმ დახმარებით მე რამდენ ადამიანს გადავარჩენ და სერიული ყველაზე ვაფშე საინტერესოა. ხო, ბიჭო, იქნებ ვინმე ცუდი ტიპი გადააქციოს ადამიანობად. ეს არის რეკვებით სავსე ყომარა. ხო, ეს კი. ეს გასანეცია სასწრაფო. ეს ის ხო არ დაუდგა. აი, ეს ძალიან ნახე რა საყვარლები არიან სუგები. და ამას უყურებ. სწორია, სწორია. არ უნდა ბევრი სპაიდერმენობა პირიქით არ წაიღო. ჯერჯერობით ცხოვრები იქით ეგ ჯოკერია. კაი აქ არის სკოლის ბოლოს არის თლიანი სკოლის ეს მათ უნდა დაუდოთ, ხო? სკოლის ბოლოს. დაახლოებით მაქსიმუმ 1000 ბავშვი. სუდი უნდა დაუდოთ. ამათთან ერთ თემურ ბავშვს ნუ ლეკვების გვერდით უკვე სახიფათოა მაგრამ თემურ ლენგი უკუდავი რომელიც ხოთ შეიძლება ტრამვაით მოკდეს სხვა δεν დაგვდება მარტო ეს გზა ქორო შეიძლება რაღაცა წარმოიდგინე. შეიძლება ვისაუბრო დარია თემურ, რაღაცა დროს თემურ არა ეგ არის დავით აღმაშენებელი ხო იყო იყო რა. რამდენჯერ ყავს? ქორო მაინც რაღაცაც გეტყვი ხა შემოძლა თემურ ლენგი დღეს რო ეხა აღდგეს გამდება რომ ამას სინათ განათლება ხო დაინახავს დორბლო წამოვა ვერ გაუჩერებ დორბოს აი დორბლო არა, დღეს აღდგეს თუ გააგრძელა და ამ დრომდე მოვიდა და ტიპი. არა ეგრე არ წერია ამ დრომდე მოვიდა და არა ეს არის უკუდავი თემურ ლენგი ანუ ეს არ მომკვდა უკუდავ თემურ ლენგზე კარგი რაღაცა უკუდავი თემურ ლენგია რომელიც პროსტა ადამიანია და არ ყავს ჯარი და რასაც მინდა უშევი და არ ყდება სუ თავში უწყავდა არ ყდება უკუდავ ადამიანს ძალიან დიდი ძალაუფლება ექნება დარწმუნებულება ძალიან დიდი ბევრი თემურ ლენგი არ მომკვდა რომ იყოს ტიპი იქნებოდა ტიპი იქნება რა უკვე. ნებისმიერი და ეს არის ყოღოები არიან რომელიც ყოველ დღე ხმენენ ანუ შენ ცხოვრება აღარ არის ჩათვალე აღარ რამე თემურ ლენგი კოღოები არიან მის ხარ გადავ აქ წავს სპაიდერმენი თუ გამხდი ამ თერმინებს ყველაფერს და ვაფშე კოღოებსაც. არა. ქორო დადის და ყოღოები რო დადის და ლეკვებს გადაარჩენს. ის დამანეშინე ბავშვები ლეკვებს გადაარჩენს ეს სპაიდერმენი. ჩადებ თუ ჩვენ დავდოთ დავდებ მიდი შენთან იდებ თუ ამას? ახლა თემულექს ვადებ ჩვენს თემულექს ვადებ ეგრე არ შეიძლება როგორ შეგვიძლია მიდი და ჩვენ გადავბავ ჩვენ გამოდახოთ ჩვენ მიდი ღარიბ ბავშვებს ასწავლებს კითხვას მაშინაც როველი ანუ ეგრე გაბანძებულია. ოღონდ ახლა ხარიბა. ნუ ასწავლეთ ის ესე უნდა იცი ესე უნდა ეუბნება რომ ეფხის ყავსანი სომხების არის ცუდი ტიპი.
ნაფუზა. უჩემო ლიგია ყოველად ნაძირება. ჯოკერი გადავა. ძალიან ცუდია. რადერ მომისმინეთ კა, მოდი ერთ წუთი გაქვს ნახო. ერთ წუთი მაგ შეხედე. ბიჭო, არასწორად ასწავლის უკვე რა. ხო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქ რას ის რო ასწავლის ეგ კი არის მაგარი, ანუ როგორი ანუ არაფერი აღარ ძალაუფლება არა. ხო, ნახე აი. ანუ ფასტამე. თემურია ლენგი არის რა ენაზე ასწავლის? არა აქვს მნიშვნელობა, თავარია რომ საფრთხეს არ წარმოადგენს, ხო რო შეხედე ხო, თემურლენგი ეთილი საფრთხე იყო, ნეიტრალური. საფრთხე იყო სულ. ა? კი. სულ ხო საფრთხე იყო. შეგიძლია მომისმინე მოსმინე და ყველაფერი აი, ანუ ისეთია რა. კაი, წავიდა ერთი მოსმენთ წუთი გაქვს და იგვაზე არ მიყევი აქ. ღარი ბავშვებს კითხვას მე ასწავლე გამაგრძელებია. რომ მე წარმოვიგე ყველაფერს ასაც იტყვიე. ღარი ბავშვებს კითხვას რო ასწავლე არ არის მიღირებულების მატარებელი არ არის რომ ეს ადამიანი მაგარი კარგი ადამიანია. ამ ღარი ბავშვებს კითხვას რო ასწავლე ინფორმაციის მატარებელია რომ სახიფათო არ არის. ანუ აღარ არის დამპყრობელი მეფე არაფერი არის ჩვეულებრივი ადამიანი ვინც ბევრ რაღაც იცის და ბავშვებს ასწავლის. სხვათა შორის აქ შენ შესაძლებლობას ართმევ საზოგადოებას რომ ყავდეს სუპერგმირი სპაიდერმენი რომელიც ძალიან ბევრ აა ბოდიში თემულენგზე დავამთავრები ის რომ შენ ძლიერი რო იყო ქვეყანა მტრისენა უნდა იცოდე და იმას გასწავლის მტრისენას ხომტერი იყო ეს არ არის ახლა. არა გასაგებია აი ეს იყო გასაგებია არის პროს მაგას ამბობს რა სპაიდერმენი ჩვენ კიდე ის მართლმადიდებლობა მიიღო ეხა რაღაც რამდენი რაღაცა ხდება რა ეს რამდენი საშინელება ხდება საქართველოში აი როგორ იცი რომ აი ესეთი რა ანუ აი ავარიები ისინი ესენი ძარცვები ძარცვის დროს რაღაცა გაუპატიურებები რაღაცები აი მათ ყველაფერს სპაიდერმენი აგვარებს ანუ გაქცევს რო წერია მე მაგცევს არა ანუ შემიძლია ვისაც დავასვამ ეგ მაგიმისაა და თან ლეკვები ბიჭო ამ ლეკვებს ამას ახსნაც არ უნდა ხო ხო აი მაპატიო როცა ლეკვებს არო ეს გასაგებია ხო რომ არა რაღაც კონჩი აი დავთვალოთ მე სპაიდერმენი რო გადავიქცევი დავთვალოთ აი რამდენ სკოლა ადამიანს გადავარჩენ აი ამითი აი ამის ხარჯზე თავარი რა არის რა გარდა იმისა ადამიანები აქ რაც მნიშვნელოვანია ძალიან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე თემურ ლენგი თუ უკდავია ჩემი წარმოგენით ანუ ქრისტიანული ქრისტიან ღმერ ახს გაკვრათი და ამდენ ადამიანმა რელიგია შეიქმნა თემურ ლენგი უკდავი ყოფილიყო მონღოლები წარმოგიდგენთ როგორ ქვეყანა იქნებოდა რომ ვიღაცა ყავს დიქტატორი რომელიც უკდავია დიქტატორი არ არის ბავშვი კითხავს თელი კულტი იქნებოდა თემურ ლენგის და იქნებოდა ძალიან ძლიერი მეც მგონია რომ ძალიან ზემოხსნილი იქნება მithumedas ქართველები არ ევასება შეკარად თუ სომხების არის ეს кейსი სერიულ ხო სერიულადაც ბევრი ადამიანს სომხებზე რო ყველა მოკლას მერე რა ეს თუ ვერ დავიჭერე ეს პირიქით კაცო ამას არ გადაული ამას დაიჭერ რო გადაული კიცებულებები იქნება კიცებულებები იქნება და ხო სადამ მიტყვი ბალე მოუწოდეთ მაგულებას რომ გამოგვიწერეთ იმიტომ რომ 75% არ გავართ გამოწერილი და დაგვეხმარებით ძალიან 75 მე გამოწერილი ვიყავ ციგარი ხო აი ძმა 25% და კომენტარად კიდე თქვენ როგორ მოიქცეოდით ამ სიტუაციებში და ქორო შენ დრო ქორო შევა ისტორიაში ერთ-ერთი მინუსი რაც ექნება რომ კოლუები შეეწყო ეგრევე გადაუარო თუ განვიხილო აქ არაფერი აღარ შეგაჩვენებთ არ ჩავერიოთ მას აღარ ვიღებ შეცდომას გასწრებს მეორე ცდილობა რომ დააკამბიკოს არ ვიცი რა არის შეჭრა ბავშვებს გეთხის ტავს არის სომხურია აი გეთი ლიან დაგზეთა რა ბიჭო აი ერთი გადარჩა ცოტა წარმენი ხორესი გადა მოდი იმათო ვინა თვითონ არა მალე ხდება მე ამჯერა რომ თემურ ლენგი ნიმა მომაცები ჩაეწერე თემურ ლენგის უკდავია ბიჭო როგორ მოხდება ხო ანუ უკდავი თუა ბიჭო უკდავი როა გაჩერდი 2000 წლის რო არის უკვე ბრძენია ინფლუენსერია ახ არ მორჩება ეს ძალიან ბრძენია თემურ ლენგი არის უკვე ინფლუენსერი შენო გესპოდეს ადამ ცირო ხარშოლებს აი ესეთი რაღაცები გაგიკეთა და დაქცილი ყოყოება მკბიდორ მაგა ბრავო ქორო ეგ არის თემურ ლენგს აქვს და აი ρε ბიჭო აუ რეები მქონდა შეხედე შეჩემა ანუ აი ეხლა წარმოიდგინე ანუ მე მაცვია ეს ხო ფორმა და უფრო კარგად წარმოიდგენე იმიტომ რომ შენი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებით სავსე ავტობუსი ოპა ძალიან მკივნეულია მე როგორც ბარსას გადმოსახედიდან გეტყვი რომ გადავუვლიდი მე იმიტომ რომ გადასავლელები არიან როგორიც არის რეალი ხა ანუ ნახე ერთადერთი მომენტია ხა ამაში რომ წავაგო იმასთან არ მეწყინე ბახო შეხედე ერთ რაც დავამატებ მოგწონს უბრალოდ არ არის გადასავლებელი არის ნახეს კალი რომელიც ბორჯომეს ტყეში ცეცხლს გააჩენს მე რამდენი ხანზარ უნდა გადაიყვანოს ბორჯომი არა ნახე დაბეწай რომ ეს ბორთელ მალე ბორჯომის ტყეში ხანძარს გამოიხსნა ხანძარი რამდენჯერ არის წელიწადში ბორჯომში საშუალოდ 0.5 ჯერ 4 დღე ვაქრობდით ბო გასაგები არ მაინტერესებს გავაგზავნე ხელი მთავარი გადამწყვეტ დავაი კარგი დადე
დადონ და მერე. ვაკ, ბევრი კაი. ყველა შენ უდესი ფანი? ბატონო. აი ფანი ვინ არის? ხრავე. ნახე შეხედე რამდენი. აი, მოდი შეხედე. ორი წრო იყო. ფანი ვინ არის? ფანი მე ვარ გულსა შენი ვარ ფანი. რა, მე შენ ფანი ვარ. ეხლა არ მაგდასა? ექიმი რომელიც ტრამვაისგან დაზარალებულ ადამიანებს ოპერაციას უკეთებს. ანუ წარმოიდგინე. აი აქ ყველას იმაშვება რა. მოდი რაღაცას ვიტყვი, შეიძლება. რო გადაულის ამათ. დაიცა დაასრულებს და რო გადაულის ანუ ექიმის ხდება და არა, ხო, ანუ შეიძლება რაღაცა ისულელი აქეთ გადაივლი. ჯერ თუ და თქვენს შეიძლება რაღაცა ვთქვა. ექიმია რა. აქ, ვახო. ექიმს როგორ შეხო გონიერი ბიჭი ხარ. ალბათ ხო იცი შენ კარგად რომ ოპერაციის გაკეთება გადარჩენას არ ნიშნავს. არ ნიშნავს. ოპერაციის გაკეთება ეხლა მე შემიძლია ოპერაცია გაკეთო მოგხვა მაგით. იმიტომ რომ არ ვიცი ოპერაცია. ექიმი ოღონდ, ექიმი არ. ექიმია, მაგრამ უკვე ოპერაციის ცეცხლის ნაპერწკალი და ის ოპერაცია გადაარჩენს რო ეწეროს ერთი წუთი მე არ მესმის ხა ყველაფერი ხო არ ეწერება ეგრე რა. უკვე აქ წერია რომ გადაარჩენსო. სიტყვა აქ რო ფანი, აი გულშემატკივარს ხო არ მაქვს რო შენ გულშემატკივარს გულისხმობს. თქო ფანია, გულშემატკივარი გულშემატკივარია. აქ ოპერაცია გადარჩენა. აქ არის სტალინი, რომელსაც დახვეტილი ყავს დიდი ალბათობით რომელიმე ბაბუა მაინც. სტალინი ძალიან ამევასება. ძალიან ამევასება. არაფერს. მეც ეგრე ვფიქრობ. ძალიან, ანუ უფრო ეს. განსაკუთრებულად არ გევასება. ძალიან. თემურლენგის ჰიტლერი დამდე ახლოს რა ძალიან. ვინა რა დაგვიდეს? სტალინი? ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. კაი, დაიგიდე. გადაუჭოგე. ჩრდილოეთ კორეის მაგრამ ეს ჩრდილოეთ კორეაში აკეთებენ მაგას. არა, ეგ ვიფიქრეთ, მაგრამ ვახო იმდენად ჰუმანური ადამიანია, რომ სოსოს ვიდეოს ნახვის მერე გასაგებია, მაგრამ რა გონი. სოსაც ვიდეოს ამდენი ნახვა არ ეხმებოდა ეს თუ შეიძლება რამე ამით ეგ გასაინტერესო. ამის მოყვით რა. ისევ იგივე მოვა რა იმიტომ რომ ამის მართლობა დასრულდება, ამათი მართლობა. და ამის დასრულდება ძალიან. ზოგადად სოციალისტური. მაგრამ ჩრდილოეთ კორეელების მართლა. ნახე, სტალინი. აგვაჩვენებზია საუბარი. მიდი, აბა სტალინზე რამე ცუდი თქვი. თქვი უკვე გაწევა. აბა კიდე თქვი რა. რა უკვე. და გადაუვლიდი სტალინს ვახო ნაკაშიძე, რა ადგილზე ცხოვრობ. აბა გისმენ ეხლა სტალინი რასდემ თუ გადარჩა 80% შანსია რომ მომავალი სტალინი აა ხო ეგ არის მაშინ ხო მოვიგე კარგი ჩვენ ვამბობთ რომ განუკურნებელი სიმსივნე ვერ გადარჩა. 80% როა განუკურნებელი. თუ გადარჩა 80%-ია აა, ხო, როგორ არის? თუ გადარჩა განუკურნებელი ან არა. თუ გადარჩა შევასწავლე გახდეს, მაგრამ მე მალე მოკვდეს. ეგ არის სავარაუდოდ აქ თეორია. მალე კვდებს სიმსივნე რა შეიძლება განუკურნებელი. ეგრევე არ მოკვდეს 5 წელიწადში. და მოასწროს საშინელებების ვერ გაკეთება. მოასწრებს. საათო ვერ მოასწრებს. სტალინმა რამდენი წელში გააკეთა მთავარი საშინელებები. განმავლობაში მთავარი საშინელებები. ჩემ ფანებს გადაულიდიო რა. წარმოგიდგენ როგორ რატო ადარებ? აგერ აი. მე მაგდენი ფანი ხარ აუცილებლად რატო ვაფშე არის? ძმაო, არასწორი შედარებაა ეგ. კაც არ უნდა შენი რაულის კუმირო სიმაღლეზე თავის აყვანა. არა უკვე მეგობრებო, ვახოს გონია რომ ბევრი ფანი არ ყავს. ეხლა მინდა რომ ვახო ამას გადავუაროს, მე მესამე წელი არ მეგონა კომენტარებში და ბევრმა დავწერთ ვინც ვახოს ფანი ხარ, რა მაგრამ აი მე შენ ფანი ვიყავი და და გაარკვევ რამდენი ფანი რამდენი ასოციაციების იქნება? გაარკვევ რამდენი ფანი ყოლია კომენტარებს მე ჩემ ფანებს არ დაწერე. ვახო, უეჭველი აქეთ უნდა გადაიარო, კომენტარები წამოვა მე ვიდეოზე, ვიდეო დაიგუსტება და ანალიტიკა ზემოთ აიწევს. კარგი. სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო და კარგი იქნებოდა აქ წავსულიყავი, მაგრამ აქ ჩემი რაც არ უნდა მიყვარეს ეს ფეხბურთელები, რომლებიც რეალში თამაშობენ ახლა და ნერვს მიშლიან ადამიანები არიან ახლა. მაგაზე ვერ გეუბნები. და შენი ფანები შენ გონია რომ 22 კაცი მეტი ფანი არ ყავს. მე მგონია საერთოდ არ ყავს ფანი. ფანი ძალიან ისწრაფა. ბიჭო, გამოჩნდება ვახო, რომ გადაული კომენტარებში გამოჩნდებიან. ფანი შეიძლება გიждდება რა, ეგეთი ტიპია და ფანი ნიშნავს რომ შეიძლება პაკატებს. ოთახი სლაიდერ მომდინარეობს ეგ სიტყვა მაგას არ გეკითხებით ვახო. ხო სტალინი გადავდა შეიძლებოდა მაგრამ ახეთ ზამბერ ადამიანია და პატიეთ ბასტოს კიდევ ერთხელ კვდება. ბიჭო, ხო. და ქოროს რჩება შანსი. აი გაიხარეთ ეს მაკდება მე. აქეთ შენ აქეთ არა ჩვენ გვემატება მე და ბასტოს თითო მოგვეცით აი, აი რა ვქნათ. სუდი კარტი ამბობდა ის სექსუალური ტიპები რომელიც შენზე გიждდებიან. ნახე სექსუალური ტყუპები, რომლებიც შენზე გიждდებიან. არა, გორჯომის წერა აი. თუ რა ვიცი შანსი გამოსულოთ. არა, ნახე. არ ჭირდება. შენზე გიждდებიან, მაგრამ ეს აპრიორი არ არის ის, რომ როგორც ადამიანები ისე ანუ გიждდებიან შენზე რა გულშემატკივრობენ და უხარიოთ შენიდან ახლა და ტყუპები არიან. თან ნახე ერთი იმის ნაცვლად subscribe-ს და ორი გემატება. კი ბატონო ეს ესკორტი. მიდი, კვარა. შენ გამაზე. ო, მე ძალიან კაი რაღაც მაქვს. დაავადებათა ცენტრის მანქანა, რომელსაც მარტივად გადამდები ვირუსის კონტეინერები გადააქვს. ანუ პანდემია გახსოვს? კი ბატონო
ხო. დარჩი სახში. და აქ არის თან ისეთი რაღაცა რომ შემოკაცობრიობა დაიღუპოს. კი ბატონო. გასაგებია, მაგრამ შეიძლება სად რაღაცა გრიპი იყოს. ერთება გრიპი იყოს, ხო იცი? შეიძლება ამათან სექსი ვეღარ გექნება მე ეს თუ ანუ ამას არც უნდა ერთი წუთი რა უაზრობებს ეუბნები ვაფშე ანუ გულშემატკივრობენ ცხოვრებაში ეს ოთხი. აქ რა წერია ანუ ვირუსი გადააქვს თვითონ? კი და ვირუსს გადავლი და გაქრება ვირუსი. არა ბიჭო გავცელდება. ნახე ვაკუუმი იქნება. ის როგორ ცელდება? შენი არის ვირუსი ეგრე ცელდება? სადღაც რო პატარაზე ამოფეთოს ესე ცელდება? აი ეგრე ცოცხალ ორგანიზმებში იქნება ცხოველები. ეგეთ სამყაროში ვცხოვრობთ რომ ვირუსი ეგრე ცელდება. არა, როგორც ვირუსი, ეხლა აქეთ ადამიანები ადამიანს შეიყაროს ნახე ეს ტრავაი რო გადაუხს თან არავინ ხო, მე ახლა ადამიანებს დავდებ. აიცი რა. ჯერჯერობით ეს არის არაფერს მომცემელი არც ერთი ჩემთვის. ბიჭო, ის ვარიანტები ამას გადაული, ეს ვირუსი ამას გადაედება. ერთი უკვე 6 ნივა. ბიჭებო. ეს ადამიანზე უკვე ბაზარია. ხო, მინიმუმ 6 ხო არის? ეს მინიმუმ მთელი მსოფლიოა. ანუ დიპლომატები არიან, რომლებიც პალესტინა ისრაელის ომს გააჩერებს. სოფლიო მშვიდობა დამყარდება, ხვდები? პალესტინა ისრაელის ომს გააჩერებს. პალესტინა, ისრაელი, იქა ინდოეთი, პაკისტანი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყარაბაღი კი ბატონო. ანუ ნახე მშვიდობა იქნება და რო რამე ეს ვირუსი თუ გავრცელდება თუ მოვერევით ჩვეულებრივ. ეს ეგრე ვფიქრობ ამ წუთს. საბა თქვენ ეს ვფიქრობთ. მოერევით ამოეტანა რა იქ დაუშვათ შემოგვიერიოთ. ალბათ ეს ნუ ჯერჯერობით ძალიან ისეთი კარტი არის. შვიდობით დედასვლა. მთლიანი ქვეყანა ისპობა. ახალი ზელანდიის მოსახლეობა მთელი. ნახე, ახალი ზელანდიის მოსახლეობა თუ მსოფლიო. ჩათვალე რავი გენოციდ. აი რამდენი ადამიანზე დაახლოებით? მილიონობით ადამიანზე ძალიან არა, მნიშვნელოვანია, იმიტომ აი აქ უკვე ყოველდღიურად იხოცება. ეხლა ვიგეთყვი რამდენი ადამიანია. მე მაინტერესებს ახალი ზელანდიის მოსახლეობის აღზევს ვიპოვით. ჩემთვის არ ეხება ვერ პოულობენ. მნიშვნელობა. აქ მთლიანად იხოცება. ისაც ვერ იპოვიან ეს. შეთანხმებიან და რა შეგონია მე არა, შეთანხმებია მშვიდობაზე. რამდენჯერ ყოფილა შეთანხმება და 5 მილიონი. რამდენჯერ ყოფილა შეთანხმება და ის დაურღვევია. ხო რა, შეთანხმებიან და იცი რატო? იმიტომ რომ ის ფული და ის რაღაცა ძალაუფლება და რაღაცეები ყოველთვის წონის ხოლმე რა. მეორე სოფლიო ომის შეთანხმება ძალა არა. იმას ხვდები, ხო იცი? მე ამჯერ შეთანხმება. რამდენი ყოფილა შეთანხმება? მეორე სოფლიო ომის შეთანხმება რა. კი, რაღაცა ამდენჯერ ყოფილა და ყოველთვის არღვევს, ეგერ პუტინი სულ არღვევს. აი ახლა ამა იმდენად მეტაფორული არის ეს, რომ ჩემი აზრით უბრალოდ გააკეთოს რა. შენ ხო არ ვიცი ვინ არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ახლა? არა, მოდი, აი ეს ვქნათ რა მეტაფორა. შენი მეზობელი, რომელიც საზღვარს თანდათან შენკენ წერს. ხო, რუსეთი. რუსეთი არა, მეზობელი. არა, შეხედე. აბა რა არის? ადამიანია რა. აბა რა საზღვარს წევს? სახლში წევს საზღვარს? საზღვარი გაქვს რაღაცა რა, საწერია. სადღაცა არა, მაგრამ საწოლს. საწერია ერთ წამს. მაშინ დაიგრება რა, იმიტომ ანუ საზღვარს, ანუ გულისხმობს აქ მიწის საზღვარს რაცო. ო მიწა გაქვს მე 60. საერთოდ არ მაქვს მიწა. მაშინ დაიგრება რა. როგორ წევს? თუ წევს ამის ბრალი ყოფილა, მეზობელს როგორ ვერ ელყრის? რას მიწევო, ვერ გავიგე. ეს რუსეთი. არა, მოდი, აქ ჩემი აქ მიტეს რუსეთი. აქ ლაშვაში რაღაც კაცი ადამიანი ხათია. ხო, ხო, რა შენი მეზობელია, ქვეყნის მეზობელი, რომელიც საზღვარს თანდათან ქვეყანა ლაშვაში. რა, ქვეყნის ადამიანი. არა, შენ გაჩენ როგორც მე ესე ავიღე. რუსეთია, რუსეთი რა, აი იყოს რუსეთი თუნდაც, იყოს თუნდაც, მაგრამ სადაც ახალზელანდიის მოსახლეობა სახალხო ხალხია რუსეთი. რუსეთის გაპიროვნება არის. არა, ნახე, მაგრამ ჯობია შიდამტრებით დაიწყო. მოდი. და აი შიდამტერი ვინ არის შენ? დაუდე. ადამიანია ზოგადად, თავარი მოდი დადეთ და ენები აქ არის გამოცხადეთ. ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდ ბოტების ქარხანას ფლობს. ანუ ადამიანში პროპაგანდა ვისაც მიხარ ახორციელებს. და ადარებ იმას. ეს მოგვარებული არის და ეს ამას ყველაფერს ვერ უზრუნველყოფს. დაგადაო. აი ეს დიპლომატები, რომელიც ქვეყანას მოგვარეს ბოტების ქარხანა ტრაფში შეკოთებას ყველა ბოტი საერთოდ რაც აქვს. ამ ეს უმუშევარი რჩება ეს. რატო? შვიდობა ეხა შეება, შვიდობა ამდენჯერ შეება. ყოფილა შეთანხმება. ეხა შვიდობა არ ნიშნავს რომ ყველაფერი გაგადარებ. შვიდობა არის მინიმალური მოთხოვნილება. შვიდობა შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც იყოს აქ. მე დაჟე შემიძლია პირი ამოვიდე. შვიდობა არ ნიშნავს სამართლიანობას. და უარესები გავაკეთო შემისაუბრეთ ჭაობში. შვიდობა არ ნიშნავს სამართლიანობას, კეთილდღეობას. შენი, უყურე შენი. შვიდობა ჩილოთკორიაში არის. ერთი წუთი. შვიდობა შენთვის მშვიდობა ხო, მაგას ვიზახი ა ახლა. ჩილოთკორია შვიდობა არის ხა? ან რაღაცას გეტყვი, ნახე, ამ ბარათს აღვიქვა ამ გადმოსახედიდან ჩემი პერსპექტივა. ეგრე შეიძლება რომ ამათანაში შვიდობა ოფიციალურად 40 ანუ ეს ბარათი ჩემთვის შვება რომ ამ წუთას რაც არის ომები, ისრაელი. ომი არ იქნება, კაი. ანუ ეს ომი გაჩერდება. მაგრამ არის შანსი რომ ბოტები არ იქნებიან და სამართლობა არ იქნება. კი ბატონო, მაგრამ ანუ შენ რო ეგრე შეხედო, მე რა იქნება შეიძლება ამაში არაფერი არ არის. აქ რო ეწეროს ომებს გააჩერებენ. შვიდობა ავტომატურად ნახე, ესე რასაც ეუბნები
უთანხმება ირღვევა ყოველთვის. ანუ ფანტაზიას თუ მიენდობი აქ ვერ გადაწყვეტა რა, ანუ ამოცემულობით უნდა იქნება. აი შეიძლება დავადო. შეიძლება დავადო. კი, კი. აი ეს ყველა 5 მილიონივე უსახკარო ცხოველს ურყავს. ხო, მაგრამ ცხოველის რას უსახკარო? ბიჭო, რატო უნდა რატო უნდა ურტყას 5 ბოროტები არის? ან ბოროტები არიან და უნდა დაისაჯო. იმიტომ ის სამზიებისთვის. ეს ზებარად ხო არის. აქ თუ გადაიური. და გადაწყვეტ რომ არ დახოცო ეს ხალხი და მოგეთ მაინც გადაიარე 20% შანსი მაინც არის ესენ გადარჩენა. 20% რა რა? გემბლინგი. არ მოგუნა რა ახო 20% რამე წვეთანაში. მოგეძის გაბა გემბლინგი. აი რო რამე. ან 20% ფასტაგლებოდა. ანუ შენ ახლა უბრალოდ ანუ ვერ მივხვდი ეს რა ან შეიძლება რომ გადაულია მათ, მაინც არ მოგუდნენ. 20% მაგის შანსი. ხო, მაგრამ მაგას ახლა შეხედე რა სამაქვს შენ თუ გემბლინგი გეზიზღება. ან თუ ძალიან არ წონდეს არბიზე გალის ყო მართლა. შენ არ უნდა იგებლინგო თუ ეს მდგომარეობაც არ არის თავარი და გადაწყვეტილი გაქვს, მაშინ ბაზარი არა, თუ არ გაქვს, მაშინ მაინც არ ახე არა, მოდი. საკითხავთ რომ მიუდგეთ რა. 20% ნუ შეიძლება აქ 4-დან, ახე ამ 4-დან შეიძლება 1 გადარჩეს, 25 უნდა, მაგრამ 20-ც არის რაღაცა. არა, ეს ბარეთ უშუალოდ ამაზე არის. მარტო ამაზეა, მაშინ გადარჩება 20%. მაშინ 20% გადარჩება და არის შანსი კიდე რომ რაღაცა 5 ომი თუა 1 ომი. არა, 20% 1 ომი გაჩერდეს 5-დან. 5-დან 4 შემთხვევაში მოკვდებიან, ერთ შემთხვევაში გადარჩებიან. ეგრე არ არის მოცამა რომ ეს ყველაზე მაგარი. მეგობნები თუ ძალიან ცოტათი წონის, მაინც არის რაღაც შანსი რომ გადარჩეს. ეგას თუ ახლა ისე წონის რომ აზია რა აქვს, თქო 20% არ შეცვლის. ანუ მესმის რომ ეხა ხო თამაშიდან გამოდიან ხო, მაგრამ არ ნაკლია ამ საზოგადოებას. საში ხო გითამაშია ცხოველთან. არა, რო არ გაყავოთ, ანუ აქ აი ესე მეც ურტყავს. აქ მე ყველა ვარიანტში, ნუ აქეთ მოვიდა. ეთამაშება. კარგი. არ მინდა. ეთამაშება რა. არა, ნუ სასახად აქეთ გამარჯვება, აქეთ არის თქვენ გადაგია. კაი, მოდი ახლა ნეიტრალ ადამიანი ვინ არის? დიპლომატებში ჩვენ შორის რომ გადაწყვეტოს. პირველ ბარად აქ ძალიან დიდი. და რენდომად ახლა. მე და შენ წლება ახლა თქვენ ხართ ერთ გუნდში. აიღე რომ ეძინა. ვაჟა მომე. აი, კაი უნდა იყოს პირველი ბარად. ერთი ცალი უნდა მომცა. აიღე ერთი. აბა, იმათვა დადონჯერ. ზავა ახლა ახლა მოვიგეს. ან არ მომიგეს თამაში არ ხუმბაჩიო არაფერი. სამღებად. მოიგეთ? არა, მე არ მინახავს. შენ საყვარელი ქართულია? მიდა, კაში სტოლი. ყუდარი. გარდაცვლილი მკვდარი ვის გავაცოცხლებდი, შოთაროსტოს გავაცოცხლებდი. მოგა შენ საყვარელი გარდაცვლილი ქართველი, რომელიც თურმე ცოცხალია. ანუ შოთაროსტოვი ცოცხალი ამ შემთხვევაში? ვინც გინდა, შეიძლება იდა დაჭადდება. ინე ჭაჭადი კახი კავსაძე იყო. მოჟებშაველა რაღაც. ცოცხალი რო იყოს შეიძლება ამის საყვარელი აღარ. ყველა მაგარი იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით ეს გენიოსი. თურმე ცოცხალია? ეხ წარმოიდგენს რომ იყოს ცოცხალი. ამის დამსახურება ჩვენ ეკ. ანუ ვაფასე, აი დიდებული ბარათი არის და დიდებული არჩევანია ბასტოსის რომ კულტურა რაც გვაქვს ეხლა. რაღაც კაი. არა, მაგრამ მე ობიექტივად დავინახე რაც მაქვს, ვაჟა შენი აზრით ეს პატრიოტი ადამიანი იყო, ხო? და ისეთი რომ თავის ქვეყანას რას დაჭირდებოდა და ასე შემდეგ ყველაფერს იმას იზავდა. მოდი აქეთ შობიარე ქალია, რომელიც ჰოსპიტალში მირბის. და შობიარე ქალი იყო და იმაში მივიდიოდი. არა, ნახე, შენ რო ეს იყო. კითხვა მაქვს, შეიძლება. თავს დიდია უფრო ვიდრე შოთაროსთან არის რამდენი წლის არის 800 წლის ხო? ეხლა დაახლოებით. ხო, მაგრამ 800 წლის არის. ან ნიშნავს რომ ეს 800 წელი ცხოვრობს. ანუ 1500 წელი ცხოვრობს რომ. ამის სიტყვას ყველა დაუჯერებს. ცოცხალიაო, შეიძლება ეხლა ცოცხალი იყოს. 800, აი მოდი მე ესეც სამყაროში ვცხოვრობ. თუ ადამიანი 800 წლის არის, შეუძლებელია რომ ხვალ გარდაიცვალოს. თუ არ მოგარი. ხო. წარმოიდგინე, დაიღუპება და მშობიარე ქალი, ბავშვი შიგნით ვინც უზის ჩათვალე რომ ის იბადება. მე ვარ ადამიანი რომელიც თუ გარწმუნდა და მივახომე რომ უფრო მეტი. აი არა, მივხედავთ მაგალითად, მივხედავთ ჩვენ. აბა ვიღოთ სამი აიღე. შემიძლია იყოს ხოლმე არც ეს არ გადაუვიდეთ. სამი აიღე. ავაჩერე. მაგარი კაცი ხარ. აი სამი აიღე შენ გაწურებ და მე წითლებს ავიღებ. თინეიჯერი სუპერგმენი რომელიც ერთ დღეს ქალაქს გადაარჩენს. ოპა, გაგიერთიანა სპაიდერმენი, აი ყველაფერი გააერთიანა. თინეიჯერი სუპერგმენია. ერთ დღეს ქალაქს გადაარჩენს და რა სამყაროს. ანუ ძალიან კონკრეტულად ქალაქს რო გადაარჩენს, მაგის მერე დაამთავრებს და ჩამოკიდებს ფუძებს იმაზე, შენი აზრით. ძალიან დაკონკრეტებულია რაც გაკეთდეს და გადმოწეს. რატო? ერთ დღეს ქალაქს გადაარჩენს, ქალაქს თბილისი არის ქალაქი. რო გადაარჩინოს ერთ დღეს. აუ შენ რომ ქალაქზე წარჩენ. არა, ნებისმიერ ქალაქში შეიძლება გადაარჩენს, მაგრამ ხო, შენი წარმოდგენა. თინეიჯერი სუპერგმირი კეთილი გაძრახვებით.
всё, აქ სოფლიო ამბავზე არის. ეს ქალაქს გადაარჩეს, ანუ მაგალითად ესლობას ვერაფერს ვერ შეიძლება ქალაქი არასწორად აქვს აღქმული და ქალაქი მსოფლიოს ამის ენაზე. ბასტო, შენ ხარ ცნობის მოყარი ადამიანი. და ალბათ ძალიან გაინტერესებს სამყარო როგორია, როგორ შეიქმნა და ასე შემდეგ. კი. სიცოცხლე თუ არის ადმე კიდე და ასე. აქ არის დროში მოგზაური უცხო პლანეტელი, რომელიც კოსმიურ თავგადასავალზე დაგიწყოს. ან კოსმოსში მოგზაურებს, სადაც უფრო კარგი მეთოდა დადებდი. ახლა ვერ შევწვიდი ახლა. როგორ რაღაც ისეთი სეტაპი გააკეთოთ, თქოს ადამიანი რომელიც ყველაფერზე სწორ პასუხს. ხო, მაგრამ როცა კოსმოსში და რა დაათვალებ კოსმოსს, ძალიან ვერ პასუხს იქნება. ეგ ჩემთვის კოსმოსში არსებობს სანამ არ წავალ. ხო ხტები რა? აი ამ მომენტში შევცვალოთ? ხო, მაგრამ შეიძლება ადამიანი ისეთი პასუხები გასაგებია, მაგრამ არავიზეზე გავლენა არ ექნება ჩემი გან. აი ხო, ორი მიხსნი მე ვარ აქ უფროსი. შენ როგორ გინდა ისე მოდგები კაცო. ვახო, შეეკამათ. ნუ მე კამათეთ რომ მე ეს რაღაცა სადღაც 10 მილიონი სინათლის წელიწადის იქით. ხო. რა არის? არ მაინტერესებს, ჩემთვის არ არსებობს და რაღაცა ფილმია. ეგ არის ჩვეულებრივი ფილმი. რაც ქვია გაინტერესებს ამ. ანუ არაფერს არ შეცვლის ჩემში ყველაფერს. და რაზე, მაშინ რაზე გწოდნა თუ არაფერს, ანუ ის პერსონა რომელიც არაფერს არ ცვლის? არა, აზრი ზუსტად. ანუ მე აღარ ვიქნები და ტულა ის მე ცოცხალი აღარ ვიქნებიო ეგ რაღაც აი რაღაცა არ მოაჩენ. აი ეგ არ ვიცი რა საკმაოდ ანუ არ გაინტერესებს შეიძლება სამყარო როგორ შეიქმნა დავინახო ეშინია ამას შეიძლება სამყარო როგორ შეიქმნა ბიჭო ისე არ აინტერესებს რომ გადაუარო სუპერვერტინეიჯერს რომელსაც წინა ვერაც ვიქვა შეიძლება გაიგო როგორ შეიქმნა სამყარო ეშინია იმენა კაიფი ეს არის კაიფი ეს აი ხომ თავაზობ ელეზის ხო რა სუდია ხო რა ვიცი კაი ნორმალი მაგრამ აქეთ ბავშვი გადარჩეს აბა რა აი მოდი რადგან ქალაქს სამყაროს ეს დაუდოთ და არაფერი აღარ შეეშინდება, არავინ აღარ იტყვის, რომ აი ანტიქრისტე მოდის, უკვე აი დრო ანუ ანტიქრისტე არის, ესე იგი ანტიქრისტე არსებობს. კი, არ მოვა. და უკვე მოდის და აი მართლა მოდის. მაგას ნიშნავს, ხო, რომ ეს არის უკვე იმ გაგების შეიძლება და დააბალანსო. და გადაული და ვიღაცა რო იტყვის, აი, იმიტომ ხდება ესეთ რაღაცები, რომ ანტიქრისტე მოდისო. მე უკვე მოგკაცადობა რო თქო იტყვის. ლეგენდა იქნება. არა, ის კი არ იქნება, შეგერი ბლატავებ ვაჟა მაგით. შენ უბრალოდ განსაკეთებელი რაც იყო ეგ გააკეთე. იმიტომ რომ მაგარი კაცი ხარ, ხვდები? მაგარი კაცები ყოველთვის გადაუვლიან ანტიქრისტეს. აქეთ არის მძარცველი, რომელიც შენი მეგობრის გაძარცვას აპირებს. შეიძლება შემოაკვდეს. აუ, შეიძლება შემოაკვდეს საერთოდ. საწერია. საწერია რომ მოყვას აპირებს. ზოგადად ძარცვების აი, ნახე, აქ მაშინ ისა შენი საყარელი გასაჩვენი ქართველი რომელიც თურმე ცოცხალია და ნიღაბი უკეთია ანუ ის არ არის ვახო გაწყობს იმას თუ მიმატები არა გასულ ბიჭო ძარცვას აპირებს შეიძლება რაღაც მოხდეს ხა შეიძლება რაღაცა თქვა ამაზე ანტიქრისტეზე მომისმენთ აი ეს ერთი ბოლოს თქვი ჩვენ ძლიერი მხარია არის რაღაცეები რაზეც ნარმინდა ზეგავლეს ჩემი გადაწყვეტილების რომ მოვახდინე თუ ის რეალობასაც ანტიქრისტე არსებობს და სამყაროსთან შორის რაღაცა სამყაროში არის ანუ საწუნებიდან გამომდინარე არის ომი იწყება მე არ მინდა რაც ბიბლიურად თქვა დაწერილია ესე ვთქვა მაგაში ანუ თუ მოვახდინო ეს ქალს დავადო იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთი რაღაც დიდი იბადებოდეს მაგით კი ხო ბატონო იმიტომ რომ შეიძლება ანტიქრისტეს არსებობა როგორც არის ფოროტების არსებობა ქმნის სიკეთის არსებობა ნუ ბოლოს მოროტები რომ აღარ იყოს ეგ არის და ეგ არა ეგ ძალიან გავანაცვლე დედამიწა გავანაცვლე მეგობარზე ხო მაგრამ აქ იქვი როგორც ბოროტი როგორც ის აგიქვი ფიქრები და რაღაცა ეგ როგორც შეგესია მე ფეხებზე აგიდა თავი ხო აი შეიძლება თქოს ისაც შეიძლება შეითხოვოს ეს მაგასთან ამას არ ვიფართ არ შეიძლება შევასრულო ამას არ უნდა იქ და კაი მოგე ეგეთი რაღაცა რა ხო ამას თუ ამას კაი ფეხზე ადამიანისთვის ძალიან ცუდი რაღაცაა ეს ხა იტანჯება ქრონიკული დეპრესიით ეს ჩვენი კალ და რა შენ მაგარი მოეშალოს შეიძლება არა არის ფეხძიმე არის შეიძლება მუცელი მოეშალოს შეიძლება ის გასაქვია და მაგიტომ გადაუვარო ძალიან ცუდად შანსი არ უნდა მეცნობა გადაუვარო შეიძლება თავი მოიკლას არა ნახე ვახო ეგეთი რაღაცები აქ არ წერია თეთრია ფურცელი ქრონიკული დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს გავიქვალეთ აი ეს ძალიან შორს არის ვაჟა აქ სტადე აქ და მირბის და მირბის და თან აჩენს ძალიან შორს არ არის ნახე ჰოსპიტალიდან ქრონიკული დეპრესიით ნახედან გადის ტრამვაი შედას გადაუვლის მაგას და იქ მოგებული და კარგი ნახე ვაჟა აქ ანტიქრისტეო დანაირი ანუ ანტიქრისტე ხო არის მოგესწინე რა თქმა უნდა ამერ თქვი შენ ზაბერჯერ დაშოვამჩნი ერთი რა როდესაც დალოქიებული ხარ რაღაცას ბაბში გამორთული მე ერთმანეთს ვფიქრობ და გაიჩვენებავს ხო ეგ მაგიტო ნერვიულობ უაზრდა ნერვიულობ
ანტიქრისტე 90-იან წლებში ძალიან ბევრი ადამიანი. ზოგადად არა მარტო 90-იანებში. კაი, კაი, 90-იანებში რა ვეღარ მოკლავდა. ანუ 99 წელია ეხლა. ჯერ ხო არ მოსულა. დაგედო ახლა ბიჭო. ჯერ დაბადებულია. ცუდი ადამიანი. შენი აზრით დაბადებულია, უკვე დაბადებულია. ჩემი აზრით კი არა, არის აგერ, აი. მეგობრებო, გავინეორებ. ისმეთ. თუ ჩვენი სამყაროში ვართ, სადაც ანტიქრისტე არსებობს, ანტიქრისტეა, როგორც ვიცით, ეგ ანტიქრისტე საჭიროა. აუცილებელი, მაგაში შკელში ფათუნი და ისიც არ გვესმის და ვერ ვიაზრებს. შენარჩევი. არის ძალიან დიდი შეიძლება ისეთ რაღაც ხო, მაგრამ სოფლიო რო შოთა რუსთავიდან დაწყებული შეეწირებული ყველაფერი გავწირო. ერთი წუთი. არაფერი არ შეეწირება. თუ ანტიქრისტე არსებობს, ესე იგი აგებულობს ანტიქრისტე. თორემ თუ არ ხო, მაგრამ ხალხი შეეწირება. გასაგებია რა ყველა რაღაცა შევეწირებთ. აი გვერ გავთვალეთ. შეხედე აი ეს 90-იან წლებში ბევრი ადამიანი მოკლა რაღაცა მე რომ მოკლავ მაქსიმუმ შური ვიძიე სხვა ღირებულება მას არ ექნება ანუ მე არაფერი მე ზეგავლენას ვერ მოვახდენ ამეთი ვერაფერი ერთ-ერთი შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოვახდინო სწორედ ამიტომ მაპატიე ძმაო რომ მარტო ესეც რო ყოფილიყო და მაგშელა ძალაუფლება მაქვს აი ეს წავაო და ის ბატონი ხო იასნი მოვიგე ჩაიდო გულში ბოღმა წეგან რომ გადავუარე ლეკვებს და ამიტომ აიდემენობის შანსი მოაგებინა ბახოს აიდემენობის შანსი წამართვა აჩუქებს არომას შესანიშნავ სულ და მადლობა არომასთან გადაეცემოთ ავტოპარფიუმი ჩვენს მეგობრებს და მადლობა ადამიანს აღარ წავალი მე მოტოციკლეტით ვარ და შეიძლება შემოგვიყვანეთ მადლობა მეგობრებო მოხვედით მადლობა ყველას ვინც გვიყურეთ გამოგვიწერეთ და ლაიქეთ და შევხვდებით შემდეგ თამაში